მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ. 23 წიგნი დაგიბრუნდით. ნატო დავითაშვილის ამბავი ლილე იროელისა გაგრძელება არის იროელთა ქრონიკების პირველი ნაწილის, რომელიც უკვე გაგაცანით ნისლებში და ნისლებს მიღმა ამ რომანს ვგულისხმობ. დამოუკიდებლად შეგიძლია თითოეული წიგნის წაკითხვა. მაგალითად, ამ წიგნში პირველი ნაწილიდან მხოლოდ ერთი პერსონაჟი გაიელვებს, ერეკლე, რომელიც არის მთავარი პერსონაჟის ლილეს წინაპარი და თემა იგივე არის, როგორც გითხარით პირველ ნაწილში. დაკარგული გზების ძიებაში არიან პერსონაჟები, ბნელი ძალები ადამიანებს ასუსტებენ და სოფლები ერთმანეთთან მისასვლელ გზებს კარგავენ. აი ამ წიგნშიც იგივე პრობლემა არის, ბნელეთი ძლიერდება, ქვესკნელი ნელ-ნელა ზემოთ იწევს და ამჯერად ავტორმა შემოიყვანა ქართული მითოლოგიური პერსონაჟები, რომლებიც გვევლინებიან მხატვრულ სახეებად გამოგონილი პერსონაჟების პარალელურად. ქართული მითოლოგია უსაზღვროდ საინტერესო და მდიდარია, მრავალფეროვანია და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დაკვირვებით მოსწავლეები მხოლოდ თითო-ოროლა პერსონაჟს თუ იცნობენ, მაგალითად ამირანი და დალი არის მათთვის ყველაზე ნაცნობი. ნატო დავითაშვილის იროელთა ქრონიკები კი არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ გავეცნოთ ქართულ მითოლოგიას, შევიყვაროთ და ამგვარად იდენტობისთვის, საკუთარი თავის და ისტორიის შეცნობისთვის მყარი საფუძველი შევუქმნათ მოზარდებს. ძალიან მრავალფეროვანი არის თითოეულ ნაწილში წარმოჩენილი მხატვრული სამყარო, განსხვავებული, ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან სიუჟეტები ამ წიგნების და რაც შეეხება ამბავი ლილე იროელისა, ეს წიგნი მოგვითხრობს გმირის დაბადებას. გმირი უნდა არ დაბადებული ყრმის შესახებ, ბერი ბუქნაი ბაადური, ღვთისმშობლებს, დევებსა და კაცის ძეს ადამიანებს შეატყობინებს გერგეტის მთაზე. და იქვე განუცხადებს, რომ გმირი, რომელიც უნდა მოევლინოს სამყაროს, გადაარჩენს და იხსნის ადამიანებს ბნელი ძალებისგან. ოღონდ მას მოუწევს გმირობის ჩადენა. ეს არის ქვესკნელში მდებარე ბალღამის თასის დამსხვრევა და ეს თასი უნდა დაიმსხვრეს ცეცხლოვან მიწებზე გამოჭედილი ხალიბური ფოლოდით გამოჭედილი ხმლით. და აი ასე იბადება ლილე, რომელიც მზის პირველ სხივთან ერთად მოევლინა ქვეყანას, ამიტომ მისმა ბერი ბუქნაი ბაადური მას ლილეს უწოდებს, რაც მზის სხივს ნიშნავს. ლილი არის ბიჭი და მას ნათლავს ბარბალე ქალღმერთი. დედა ლილეს გარდაცვალებისთანავე იღუპება და ბერი ბუქნაი ბაადური, რომელიც მიიღებს გიორგი პაპის სახეს, წაიყვანს მას დევების სოფელში, როშკაში, სადაც მას გაზრდიან ცოლ-ქმარი დევები, დევი, ბურდა და მისი ცოლი დუდა. მათ ყავთ ასევე ლილეს კბილა ბიჭი ბუბა და აი ამ დევების ოჯახში იზრდება მომავალი გმირი. ეს არის წიგნი, რომელიც გავს ზღაპარს, როგორც ყველა ფენტეზის ჟანრის წიგნი, თუმცა ზღაპრის გმირისგან განსხვავებით, ფენტეზის ჟანრის წიგნის მთავარი გმირი იზრდება და ვითარდება და მკითხველი თვალს ადევნებს მის განვითარებას. გმირი 1000 ხიფათს გაივლის, მას უნდა ჰქონდეს აუცილებლად რაღაც ჯადოსნური ზებუნებრივი ძალა. ამ წიგნში ლილეს აქვს ნათელი ადგას თავზე, ისე რომ სიბნელეში ჭრაქიც კი არ სჭირდება, ისე ანათებს. ასევე მას შეუძლია შორს დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ, კედლის მიღმაც კი ხედავს და ასევე შეუძლია ნივთების
გამოძრავება. ლილე იროელის მისიაში ჩაბმულნი არიან ღვთისშვილები, პირქუში, იახსარი, კოპალა. ასევე თერგაული არა, ჯეგე მისარონი, მითრა, იგივე მითრა და ასევე ჩვენ ხვდებით ავსულებს, ქაჯებს, შაშილებს, უარყოფით პერსონაჟებს, დევებს, რომელთა მეთაურიც არის ბეღელა, წყლისა და ხმელეთის ქაჯებს და ამასთანავე ხვდებით ადამიანებს, რომლებიც ლილეს ეხმარებიან ღვთისშვილებთან ერთად. ამ ავსულების დასამარცხებლად ოღონდ ჯერ გმირი უნდა გაიზარდოს, როგორც უკვე აღნიშნე, და მას მოუწევს სახლის დატოვება. ის აღმოჩნდება კაცმაცუნებთან, აღმოჩნდება დალებთან და თითოეულ ადგილას რამდენიმე წელს გაატარებს. და მათგან ისწავლის კიდევ ორთაბრძოლის წესებს, სხვადასხვა უნარი განუვითარდება ამ ამასობაში და ის ნელ-ნელა ემზადება იმისთვის, რომ მასზე დაკისრებული მისია თავი გაართვას. ის ქვესკნელში უნდა ჩავიდეს და უნდა დაამსხვრიოს ბალღამის თასი. ძალიან მრავალფეროვანი საინტერესო პერსონაჟთა გალერეა შემოგთავაზა ნატო დავითაშვილმა. პერსონაჟებს ჰქვიათ ულამაზესი სახელები და მან ასევე გამოიგონა ზღაპრული სამყარო, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული სამყაროებისგან. გულისხმობ კაცმაცუნებს, შაშილებს, ასევე მომღერალ კლდეებს. ამ წიგნში თეთრ არწივს წერილები მიაქვს მომღერალი კლდეებიდან ფასისში, კოლხეთის მთავართან, ბაკურთან. ასევე დევები ზრდიან ლილეს, გვხვდება დევთ დედაი, რომელმაც იცის ულამაზესი ზღაპრები, ასევე გვხვდება ზეპირმეტყველების სხვადასხვა ნიმუში, ლექსები, ხალხური ლექსები, შელოცვები, გათვლები, პირადი წერილი, არაკიც კი არის ჩართული, რაც კიდევ უფრო მეტად ალამაზებს ამ ლიტერატურულ გარემოს, რომელსაც მწერალი გვთავაზობს და ამბავი არის ძალიან დინამიკური, მძაფრი სიუჟეტით გამოირჩევა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ თითქოს ჩავისუნთქე და პირველი გვერდზე და ბოლო გვერდამდე ვიყავი ჩასუნთქულ მდგომარეობაში. იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე სიუჟეტური ხაზი და ნელ-ნელა ავტორი გვამოგზაურებს სხვადასხვა სივრცეში. გეოგრაფიული სივრცეც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც პერსონაჟების გალერეა და ბალიშზე მე დავიტანე ამ წიგნში დახატული რუკა. როგორც ხედავთ, სიუჟეტი ვითარდება საქართველოში, თუმცა ავტორს გამოგონილი აქვს სხვა რამდენიმე ტოპონიმი და რეალურ ტოპონიმებთან ერთად, გეოგრაფიულ სახელწოდებასთან ერთად გვთავაზობს თავისი წარმოსახვით, მაგალითად ქაჯავეთს, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით. ასევე ხვდებით ხალიბების მიწებს, სტამენას, მჭედლების ქალაქს. ჩრდილოეთ მთიანეთში არის სოფლები როშკაში, ბაცალიგო, კარატიანი, სადაც ღვთისშვილები ცხოვრობენ. გამორჩეული არის ეს წიგნი თავისი ლექსიკური სიტყვათა მრავალფეროვნებით. მაგალითად, ამ წიგნიდან მე დამამახსოვრდა ძალიან ბევრი ლამაზი, მანამ აქამდე უცნობი სიტყვა, როგორიც არის კურბეისი, გირგედი, ძალიან ბევრი სიტყვა, მაგალითად, კიბორჯი, იალღუნის ხე და ამასთანავე კიდევ ამოწერილი მაქვს ისეთი სიტყვები, რომლებიც შეიძლება სხვაგან არ შეგხვდეთ. ეს არის მაგალითად ჩუბნური მათრახი, ქადაგი,
ბარძიმი, ხმიადი თუნგი, ალღუნის ხე, ქეიბური, კალანკედი, ქოქომონი და ამ სიტყვათა მრავალფეროვნებით ავტორი ქმნის განსხვავებულ გარემოს, დამეჯერებელ გარემოს, უფრო სწორად, რაც სიძველის ელფერს სცენს სიუჟეტს და ძალიან ლამაზი მხატვრული ენით წერს ნატო დავითაშვილი. რაც შეეხება მთავარ თემებს, ამ წიგნში სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა არის აქტუალური. ოღონდ განსხვავდება და ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მაგალითად ვგულისხმობ იმას, რომ ბოროტების მხარეს დგას სამსალა, ქაჯები, როკაპი, კუდიანების უფროსი და ასევე შაშილები, დევები ბეღლას მეთაურობით, თუმცა ბოლოს ჩვენ ვხედავთ, რომ სამსალა ცდილობს ყველა მოატყუოს, ყველას უღალატოს და ერთპიროვნულ მმართველად გადაიქცეს, მხოლოდ მან მართოს მთელი ქვესკნელი და შემდეგ ადამიანებიც დაიმორჩილოს ღვთისმშობლების ჩათვლით. აი ეს მარტოსულობა, სამსალას მარტოსულობის პარალელურად ჩვენ ვხედავთ პერსონაჟს, ბერი ბუქნაი ბაადურს გულისხმობ, რომელიც არის მმართველის იდეალური სახე, ღვთისმშობლები, ადამიანები, დევები, რომლებიც ბერი ბუქნაი ბაადურთან შეთანხმებით მოქმედებენ, სხვადასხვა ადგილას მიდიან, დამოუკიდებლად შეეჭიდებიან მათზე აღებულ პასუხისმგებლობას და ისინი არ ღალატობენ ერთმანეთს, არ ივიწყებენ საკუთარ ღირებულებებს და ამაზე დაკვირვება და ამაში თანამონაწილეობა მკითხველის არის ძალიან სასიამოვნო და ეს დაპირისპირება როგორ რჩება, როგორ ატყვევებს თავის ცხრა თანამზრახველს ბალღამის თასში ჩააჭედებს სამსალა და მარტო ცდილობს რომ ყველა დაიპყროს და როგორი მარტოსულია და როგორი იპყრობს მას რისხვა, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ თანადგომას, ზრუნვას, თავდადებას, სიმამაცეს, გამჭრიახობას ბერი ბუქნაი ბაადურისა და მისი მასთან ერთად ღვთისმშობლების თუ სიკეთის მხარეს მდგომი სხვა პერსონაჟების სახით, მათი ქმედების ფონზე ამ ყველაფერს ვხედავთ. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო გოგო პერსონაჟებზე, თუ კი ნისლებში და ნისლებს მიღმა ავტორი გვაცნობს გვანცას, ამ წიგნში ჩვენ ვეცნობით დალების დედოფლის ასულს, თეკლას, რომელიც არის ასევე ძალიან მამაცი, საღად მოაზროვნე, მოზარდი, რომელიც თავის გარემოში ცვლის წესებს და სწორ მხარეს დგება. მეგობრობის თემა არის წინ წამოწეული, სხვადასხვა პერსონაჟის მეგობრობა არის ძალიან ამაღელვებელი, დედაშვილობა, ერთ-ერთი უსაყვარლესი ეპიზოდია, როდესაც ლილა შინ ბრუნდება და დევი გამზრდელ დედას დუდას შეხვდება, ასევე დედმამიშვილობა, შეურყეველი დედმამიშვილობა და ულამაზესი მეგობრობა არის ასახული ამ წიგნში. ამასთანავე მინდა ყურადღება გავამახვილო უფროსისა და უმცროსი თაობის ურთიერთობაზე. ამ წიგნში ბავშვების მოაქვთ სინათლე, განსხვავებული ხედვა და უფროსებიც მიუხედავად უკვე ჩამოყალიბებული მოსაზრებებისა და თვალთა ხედვისა, მაინც ცვლიან საკუთარ ხედვას და ბავშვებს უჯერებენ. სწორედ აქედან იწყება გამარჯვების გზაც ჩემი აზრით. გმირის მოგზაურობა და ამ მოგზაურობის ფონზე ასეთი უძლეველი გმირის დაბადებასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ლილეს დარდს, ბიჭის, რომელმაც არ იცის ვინ არის მისი ნამდვილი მშობლები და ეს ყოველთვის იგრძნობა თუ როგორ აწუხებს მას.
ერთი სიტყვით თქვენ წინ გელოდებათ ძალიან დიდი სიამოვნება. მე ეს წიგნი ჩემს მერვე კლასში შევთავაზე, კლასის საკითხავ წიგნად 3 წლის წინ. სპექტაკლიც კი დავდგით, თუმცა მთლიანი ფორმით ვერ მოვასწარით და წარმოდგენა და მინი სპექტაკლები დღემდე დაუვიწყარი არის, რომლებიც შემოგვრჩა ამ წიგნიდან და გირჩევთ, რომ გეოგრაფიის მასწავლებლებსა და ქართულის მასწავლებლებს ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატაროთ, ერთად წაიკითხოთ, პროექტები მოიფიქროთ და ამგვარად ხელს შეუწყობთ ბავშვის ცნობიერების ამაღლებას, შემეცნებითი სამყაროს გაფართოებას, მათ წიგნიერებას და ძალიან ღრმა საინტერესო ცოდნის დაგროვებას ასეთი ულამაზესი მხატვრული ლიტერატურით. ძალიან დიდი მადლობა. ბალიში არის აი ამგვარი. იმედია არაფერი გამომრჩა, რაც მინდოდა მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა გამომცემლობა ინტელექტს, რომელმაც ამ წიგნის 7 ნაწილი გამოსცა. დიდი მადლობა ავტორს. მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით.